და იმოვიდა დრო დღეს მოგიყვეთ შერეული ორთაბრძოლების მეფეზე. უკანასკნელი იმპერატორი, ასე ეძახდნენ ფიოდორ ემელიანენკოს, რომელმაც MMA-ში იმ დროისთვის გადაუარა სულ ყველა მძიმე წონოსანს. დარწმუნებული ვარ ბევრმა თქვენთაგანმა, ვინც მე მიყურებს, იცის ვინ არის ფიოდორ ემელიანენკო, მაგრამ იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ბევრმა არ იცის რა რთული გზა გაიარა მან თავის კარიერაში. ამ ვიდეოში გაჩვენებთ მის ყველა ბრძოლას და გაიგებთ თუ რატო დასხეს ერთმანეთს ემელიანენკომ და კადიროვმა. ასევე გაიგებთ თუ ვინ შეუკვეთა ემელიანენკოს ქალიშვილის სცემა სკოლაში და რაც მთავარია გაიგებთ თუ რატო ეძახის ემელიანენკო თავის ძმას იუდას. ვიდეო იქნება ძალიან გრძელი, ასე რომ ვინც სვავს დაიდგით ერთი ცისტერნა ლუდი, ვინც არა ორი მეშოკი პოპკორნი გეყოფათ. იქამდე კიდე მინდა გთხოვოთ დაალაიქოთ ეს ვიდეო, გააზიაროთ და დააკომენტაროთ, ამით თქვენ დააფასებთ ჩემს შრომას. მე კიდე ვალში არ დაგრჩებით და სულ უფრო მეტ საინტერესო ვიდეოს შემოგთავაზებთ. ეხლა კი ვიწყებთ. ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი, უკანასკნელი იმპერატორი ფიოდორ ემელიანენკო. Ladies and gentlemen, I am standing here with the baddest man on the planet, Fedor Emelianenko. ვიზუალურად ის არ არის ათლეტური, მაგრამ მას ფენომენალური სისწრაფე აქვს. ერთხელ მე მას ლაპარაკში მოულოდნელად ხელი გაუქნიე. მე ასე ბევრს ვეხუმრები ხოლმე და ყოველთვის გამომდის. მაგრამ ფიოდორმა მოასწრო რეაგირება, მან წამის მიასეჭი დამიბლოკა მოძრაობა. ამ სპორტში ის ნამდვილი იმპერატორია. Fedor Emelianenko, my favorite of all time. ფიოდორ ემელიანენკო ყველა დროის საუკეთესო მებრძოლია ჩემთვის პირადად. ოქტაგონში ის ყოველთვის ყველაზე პატარა და ყოველთვის გამოდის გამარჯვებული. ის დომინირებდა მაშინ, როცა ყველა დოპინგზე იყო და სწორედ მაშინ ის იყო და უმარცხებელი. And Fedor is the GOAT for the same reasons that John Jones is not. დიახ, ფიოდორი არის GOAT-ი, ჯონსი კი არა. GOAT-ი არ ნიშნავს რამდენი ჩემპიონატი მოიგე, არც რეკორდებს ნიშნავს. GOAT-ი არც იმას ნიშნავს თუ რამდენი ფული იშოვე. მე ახლა ჯონსის წინააღმდეგი კი არაფერი არ მაქვს, ის ნამდვილი ტალანტია, ძალიან უნიკალურია, მაგრამ ის იგებდა და ქრებოდა 3 წლით. მერე ჩდებოდა და ეგრევე სატიტულო ბრძოლას იღებდა. GOAT-ობა პოპულარობის კონკურსი ნამდვილად არ არის. ფიოდორმა ყველას გადაუარა 10 წელიწადში, ამიტომ დიახ, ის ყველა დროის საუკეთესოა. ფიოდორი ყველა დროის ჩემპიონია, ის ნამდვილად განსაკუთრებული ადამიანია. ის ხოცავდა ხალხს და მისი სახე წყნარი იყო, თითქოს წეგან ჩაიდალიაო. ფიოდორ ემელიანენკო დაიბადა 1976 წლის 28 სექტემბერს უკრაინაში ქალაქ რუბეშში. ის ჩვეულებრივ საბჭოთა ოჯახში ცხოვრობდა. მამამისი იყო შემდუღებელ ტოკარი, დედა იყო კი პროფესიული სასწავლებლის პედაგოგი. ფიოდორს ყავს უფროსი და მარინა და 2 უმცროსი ძმა. სკოლის პერიოდში ოჯახი რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად ქალაქ სტარიოსკოში, სადაც ის დღემდე ცხოვრობს. 10 წლის ასაკში ფიოდორი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას, დაიწყოს ვარჯიში სამბოში და ძიუდოში. პირველი მისი მწვრთნელი იყო ვასილი გავრილოვი. ბიჭუნას ისე მოეწონა სპორტი, რომ ზოგჯერ ის ღამე დარბაზში რჩებოდა, რომ დილით ადრე ევარჯიშა უფროს თაობასთან. ფიოდორმა ეს სპორტი თავის უმცროს ძმასაც ალექსანდრსაც შეაყვარა და ისინი ერთად ვარჯიშობდნენ. დრო გადიოდა, ფიოდორი სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა. მისმა მწვრთნელმა დაინახა მასში დიდი პოტენციალი და მიიყვანა ის სავარჯიშოდ სპორტულ სკოლაში, სადაც მისი მწვრთნელი გახდა ვლადიმირ ვორონოვი. ვორონოვი საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი და სპორტის ოსტატი იყო სამბოში და ძიუდოში. სხვათა შორის ფიოდორის მთავარი მწვრთნელი ბავშვობიდან 2020 წლამდე სწორედ რომ ვლადიმირ ვორონოვი იყო. ის სპორტსმენისთვის ოჯახის წევრივით იყო. სამწუხაროდ ვლადიმირი 2020 წელს გარდაიცვალა. ყველაფერი რაც კი მე გამაჩნია, ყველა ჯილდო და წარმატება, ყველაფერი აბსოლუტურად არის ვორონოვის დამსახურება. ის მე 34 წელი მავარჯიშებდა. სამწუხაროდ მან ჩვენ დაგტოვა. 1995 წელს ემელიანენკო გაიწვიეს ჯარში. იმ მომენტისათვის ის უკვე რუსეთის ჩემპიონი იყო სამბოში და ძიუდოში. ჯარში ის აგრძელებს ვარჯიშს და იმატებს 20 კილოგრამს. ვიდეოს ცოტა შევამოკლებ და წინასწარ გეტყვით, რომ ჯარის მერე, როდესაც ის უკვე MMA-ში გამოდიოდა, ის პარალელურად მონაწილეობდა როგორც სამბოში, ასევე ძიუდოში. მაგალითად, ძიუდოში ის გახდა საერთაშორისო სპორტის ოსტატი და მოიპოვა შავი ქამარი. სამბოში კი, რა ვიცი, გადაუარა სულ ყველას, 3-ჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი, 4-ჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი და რუსეთის ჩემპიონატზე ხო საერთოდ შეჭამა სულ ყველანი და 9-ჯერ მოიპოვა რუსეთის საუკეთესო სამბისტის სტატუსი. წარმოიდგინეთ, თან ძიუდო, თან სამბო, თან MMA, ეს ყველაფერი ერთდროულად და პარალელურად. ფაქტობრივად ემელიანენკოს საერთოდ არ ჰქონდა დასვენება. სანამ ფიოდორი ჯარში იყო და ინტენსიურად ვარჯიშობდა, თავისი ძმაც ალექსანდრიც ინტენსიურად ვარჯიშობდა, ოღონდ ბავშვთა კოლონიაში
გერმანიაში. დიახ, ის დაიჭირეს თუ არ ვწდები რაღაცა ყაჩაღობის მუხლით. აი თავიდანვე უკვე ჩანდა, რომ ეს ორი ძმა სრულიად განსხვავებულები იყვნენ. ფედორი ძალიან მორწმუნე და წყნარი ადამიანია, სამწუხაროდ, რასაც თავის ძმაზე ვერ ვიტყვით. მაგრამ მას თავისი ძმა ძალიან მაგრად უყვარდა და გვერდში ედგა და ბევრ ხიფათს ააცილა და ბევრჯერ დაეხმარა და ეხმარებოდა იქამდე, სანამ ალექსანდრმა ერთხელ უსერიოზულესი რაღაცა არ მიქარა. მაგრამ ამაზე ცოტა მოგვიანებით, მოდით მივყვეთ ქრონოლოგიურად. ემელიანენკომ ჯარში მსახურება დაასრულა 1997 წელს. ის აგრძელებდა აქტიურად ვარჯიშს და მონაწილეობდა ძიუდოს და სამბოს ტურნირებში. თუმცა 90-იანებში ამით ფულის შოვნა იყო წარმოუდგენელი. ამასობაში ციხიდან ალექსანდრიც გამოვიდა და ძმებმა ერთად გააგრძელეს ვარჯიში. 2000 წელს რინგსის პრომოუშენმა რუსეთში ჩაატარა შეჯიბრი MMA-ში. ემელიანენკომ ფულის შოვნის მიზნით მიიღო ტურნირში მონაწილეობა და თავის სადებიუტო ბრძოლაში შეხვდა ქართველ სპორტსმენს. სამწუხაროდ ლაგვილავაზე ინტერნეტში დიდი ვერაფერი ინფორმაცია ვერ მოვიძიე. უფროსი თაობის წარმომადგენლები თუ ვინმე უყურებთ ამ ვიდეოს, შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში ვინ იყო ლევან ლაგვილავა. ერთადერთი რაც გავიგე, ქართველი იყო კარატისტი, რომელსაც ჰქონდა თავისუფალი ჭიდაობის დიდი გამოცდილება. ამ შეჯიბრზე ერთი რაუნდი 10 წუთიანი იყო. ქართველმა ძალიან კარგად დაიწყო ბრძოლა, თუმცა ბოლოსკენ უკვე დაიღალა და ემელიანენკომ ჯერის გაუშვა ნოკდაუნში. ამ ორგანიზაციაში მაგროს ნოკდაუნებს როგორც კრივში უთვლიდნენ და შემდეგ მერვე წუთზე ფედორმა მახრჩობელით მოიპოვა თავისი პირველი გამარჯვება პროფესიონალურ MMA-ში. ჰიროტა ტაკადა, ასე ერქვა იმ უბედურს, რომელიც ემელიანენკომ 12 წამში მძიმედ დაანოკაუტა. これフョドロフが3本級の選手だと思ったんですけどね、打撃がすごかったですね。あっという間、これ12秒です。ロシアでこんだけ打撃する前選手初めて見ました。 შემდეგი ემელიანენკომ მარტინ ლაზაროვი დაახრჩო. ზემო ჩამოთვლილი სამივე ბრძოლა ფედორმა 2000 წელს ჩაატარა. ამ წელს ის 5 ბრძოლას ჩაატარებს. ამ წლის დეკემბერში რუსი რინგსის პრომოუშენის ტურნირში იღებს მონაწილეობას და ერთ საღამოს 2 ბრძოლას ზედიზედ ატარებს. პირველი შერკინება იყო ბრაზილიელ რიკარდო არონასთან. ბრაზილიერი რუსზე ბევრად გამოცდილი იყო, ეს შეხვედრა ძალიან თანაბარი იყო. ორივე სპორტსმენი ბოლომდე დაიხარჯა. ეს 2 რაუნდიანი ბრძოლა იყო. საჯები ვერ ჩამოყალიბდნენ და სპორტსმენებს ფრემი უსაჯეს. დაუმატეს მესამე რაუნდი და ბრძოლა გაგრძელდა. ამ რაუნდში რიკარდო უკვე შედარებით დაღლილი იყო და ემელიანენკომ ეს შეხვედრა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო. ამავე საღამოს ემელიანენკო ხვდება ცუიოში კოსაკას. იაპონელმა მე-17 წამზე იდაყვით რუს წარბი გაუხია. გარშემო ყველა დარწმუნებული იყო, რომ ფედორი მოიგებდა, მაგრამ საჯმა გააჩერა ეს შეხვედრა და მიუსაჯა მას წაგებამ. ეს მებრძოლი დაიმახსოვრეთ, რადგან რამოდენიმე წელწადში ფედორი მას ძალიან უბედურ დღეში ჩააგდებს. ჩემთვისაც და ძალიან ბევრისთვის ეს წაგება არ იყო. თუმცა აი ამის მერე ემელიანენკო ხდება დაუმარცხებელი. 2001 წელს ემელიანენკოს რინგსის პრომოუშენში კიდევ 5 ბრძოლა ელოდა. პირველი, ვისაც არ გაუმართლა, იყო ბულგარელი მიხაილ აპოსტოლოვი. რუსმა ის ზუსტად 1 წამში გახედა და ბოლოს გადაუკეტა ჟანგბადის მიწოდება. Жесткий проходит. Это наш соотечественник Федор Емельяненко. Чувствуется, что на 2 года постарше. Может, для 21 года. Вот, видите, очень быстро закончился бой. Проиграл боец из Болгарии. Молодость все-таки проиграла. ზუსტად 14 დღეში ემელიანენკო ჩადის იაპონიაში, სადაც ხვდება ამერიკელ გიგანტს კერი შალს. ეს ბრძოლა იყო რინგსის პრომოუშენის ტურნირის მეოთხედფინალი. ფედორს 1 წუთი და 47 წამი დაჭირდა ამ ბრძოლის მოგებისთვის. მან მეტოქეს არმბარით მოუგო ეს შეხვედრა და გავიდა ტურნირის ნახევარფინალში. そして、サンボの選手でありますが、おっとっとっと、そういったことを言ってる人がないか、クビになった、そして、初めてグラウンドのテクニックだ、初めてグラウンド、表情が上がってきます、今まで隠しておりました、そのグラウンドのテクニックがベールの中だったんだ、腕しげなし、押しましたからね、そうなんですよ、おっと、ミドルキャッチした、キャッチしながら、おお、タックル、タックル、さあ、10時だ、早い早い、おおっと。1ラウンド1分47秒とコールがありました。
შემდეგი იყო რენატო სობრალი. ის მომავალში UFC-ში სატიტულო ბრძოლასაც გამართავს და Strikeforce-ის ჩემპიონიც გახდება, მაგრამ დღეს მას არ გაუმართლა. ემელიანენკომ ის დაღეჭა. უკეთესი იყო როგორც დგომში, ასევე მიწაზე და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ეს შერკინება მან მოიგო და გავიდა ტურნირის ფინალში. მას იმ საღამოს უნდა ებრძოლა ბობი ჰოფმანის წინააღმდეგ ფინალში, მაგრამ ეს შერკინება არ შედგა. რადგან ამერიკელმა ტრავმა მიიღო, ამიტომ ფეოდორი ამ ტურნირის გამარჯვებული გახდა ავტომატურად. ამავე წელს ფეოდორი მორიგ ტურნირში იღებს მონაწილეობას და ხვდება რუიუშ იანაგისავას. ეს შეხვედრაც წინა ბრძოლას წააგავდა. ემელიანენკომ 3 რაუნდის განმავლობაში დომინირებდა და შერკინება მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო. ფეოდორის შემდეგი ოპონენტი ალი ჰეზდელი იყო. ამ მებრძოლს ნაკლებად გაუმართლა. ემელიანენკომ ის ჯერ კარგად დაჟეჟა და ბოლოს გელიოტინით პირველივე რაუნდის ბოლოს დააფინიშა. ამ გამარჯვებით ის ტურნირის ფინალისტი გახდა. 同じ戦いをするつもりなんでしょう。バトルいいですね。ストレートが入りました。フロントネックロックですかこれ。いや力で持ってきますよ。持ってきますよ。フロントネックロックだ。して先ほど勝ちを収めたクリストファー・ヘイジマンと対戦することが決定いたしました。 2002 წელი ფეოდორმა ტურნირის ფინალი დაიწყო. მას ტიტულზე შეხვდა კრის ჰესმანი. რუსმა ის პირველივე წამზე დაანოკდაუნა. ამ დროს კრისმა ალბათ გაიფიქრა ეს რა შარში გავყავი თავიო. მან დაიწყო ჭიდაობა, მაგრამ ამით გააკვირვებ ემელიანენკოს, რა თქმა უნდა არა. ეს შეხვედრა 2 წუთი და 50 წამი გრძელდებოდა. ფეოდორმა თავისი მეტოქე გაანადგურა და მეორეჯერ გახდა ამ პრომოუშენის ტურნირის გამარჯვებული. 勝負かけるからも一段だ。さあ試合開始です。おっと左やった左が入っています。ヒョーダルの開き左が炸裂しました。すごいタイですよね。いいタイミング。フロントからネックロックが抜けた危ない危ない危ない。バランスを崩しました。これはダウンザラムさんがさあサイダー来た試合が終わりました。圧倒的でしたね。エメリアエンコヒョーダル2冠達成です。 Я на этом не буду заканчивать свою спортивную карьеру и надеюсь, буду радовать их и дальше. ფეოდორი გახდა მსოფლიო დონის მძიმე წონასანი. ერთადერთ მის მარცხს წარბის დაზიანების გამო არაოფიციალურად ხალხი არ აღიარებდა. ამიტომ მას დაუმარცხებლის სტატუსი ჰქონდა. 2002 წლის ზაფხულში ფეოდორი გადადის იმ დროისათვის ყველაზე პოპულარულ ორგანიზაციაში, რომელსაც ერქვა პრაიდი. აქ არ არსებობდა დოპინგ კონტროლი, ასევე ამ პრომოუშენში ბევრი ისეთი ილეთი იყო დაშვებული, რომლის გამოყენებისას თანამედროვე MMA-ში ჩვეულებრივად მიიღებდი დისკვალიფიკაციას. კაცი ჭამიების ორგანიზაცია ემელიანენკომ თავისი სადებიუტო შეხვედრა სემი შილდსთან გამართა. 3 მეტრიანი ჰოლანდიელი იყო K1-ის 4 გზის ჩემპიონი კიკბოქსინგში. რუსმა არ გარისკა გიგანტთან ბრძოლა დგომში და 15 წუთის განმავლობაში ის პარტერში დომინირებდა. ემელიანენკომ თავისი პირველი ბრძოლა დამაჯერებლად მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო და სწორედ იმ დღიდან მას აღარ წაუგია პრაიდში იქამდე სანამ ეს ორგანიზაცია არსებობდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შერკინება იყო, რადგან ამ ბრძოლაში გამარჯვებული მოიპოვებდა სატიტულო შეხვედრის უფლებას. რუსი მაგ დღეს ითვლებოდა ანდერდოგად, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა, როდესაც გაისმა გონგის ხმა. ასეთი დომინაცია პარტერში მაგ დროისათვის იშვიათი იყო. ფედორმა თავის მეტოქეს, რასაც ქვია სახე ააძრო. ეს იყო ტოტალური დაუნდობელი ადამიანის ცემა. მებრძოლი პირველივე რაუნდის მერე ისეთ დღეში იყო, რომ ექიმებმა ის აღარ გაუშვეს რინგზე და აი ასე ემელიანენკომ მოიპოვა პრაიდის სატიტულო ბრძოლის უფლება. Fedor just pounding away in a position to know where it's coming from. Herring falling out of the ring. Bob trying to counter and Fedor jumping in and suplexing. Keith Herring, unreal. Both these guys deserve a shot at the heavyweight title, but it's a thing where there's only room in this town for one sheriff, and they're going to find out who that sheriff is going to be. Right now, the man packing the badge and the gun. Oh, what a hit! Yes. All the way. Oh, let's go for an armbar. Let's go, too big. I got one word on this fight. I got one word only, and that is impressive. მაგ პერიოდში პრაიდში მეფობდა მძიმე წონაში ანტონიო როდრიგო ნოგეირა. მას თავის კარიერაში 20 ბრძოლა ჰქონდა ჩატარებული, 19 შეხვედრა მან მოიგო, ერთი კი მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით წააგო. მაგ დროს ნოგეირა პრაიდში 8 ბრძოლა ჰქონდა ჩატარებული და 8-ვე მოგებული. მან 7 მებრძოლი დააფინიშა, ძირითადად იგებდა საბმიშენით.
მაგ დროს მართლა არავის ეგონა რომ არსებობს ადამიანი რომელიც ბრაზილიელს მოუგებს. მაგალითად ბობსაპმა ნოგეირას სარივით ჩაარჭო თავით იატაკში, ასეთი ილეთის მერე ბევრი საავადმყოფოში მოხვდებოდა, მაგრამ ნოგეირამ გააგრძელა შეხვედრა და არმბარით დააფინიშა ბობსაპი. მოკლედ ემელიანენკოს ცხოვრებაში ასეთი მეტოქე არასდროს შეხვედრია. 2003 წელს ემელიანენკო სატიტულო ბრძოლით შეხვდა მოქმედ ჩემპიონს ანტონიო როდრიგო ნოგეიროს. ფედორს რომ დააკვირდეთ, ბრძოლის წინ ყოველთვის წყნარი იყო და ოპონენტს გამოცხადების დროს თვალებში არასდროს უყურებდა. პირველ რაუნდში ბრაზილიელმა პარტერში ბრძოლა აირჩია. მას ეგონა რომ ის შეძლებდა თავის ჯიუ-ჯიტსუს მეშვეობით რამე მტკივნეული ილეთის შესრულებას, მაგრამ ემელიანენკომ ნოგეირას ყველაფერი დაუბლოკა და შეაჯდა მას ზემოდან, საიდანაც რაუნდის ბოლომდე ცხრილავდა ბრაზილიას თავისი მძიმე დარტყმებით. Big punches. He's got him dropping the bombs on that man jaw. Blood is violent. Oh, man. Oh, big shots. Big shots. Fedor's all over Nogueira. All over him. But we knew different. He is a threat. He's a big time threat. Nogueira's in big trouble here. Big trouble. Easily surpassed any kind of height. მეორე რაუნდის დასაწყისშივე ნოგეირა ეცა ფედორს თეიქდაუნის მცდელობით, მაგრამ აღმოჩნდა ძირს იგივე პოზაში და ეს რაუნდიც ზუსტად ისე წარიმართა, როგორც პირველი. ემელიანენკომ მთელი ეს მონაკვეთი ზედეჯდა ბრაზილიას და უმტკიცებდა, რომ სამბო ჯობია ჯიუ-ჯიტსუს. ბოლო რაუნდში ბრაზილიას მხოლოდ ნოკაუტი ან საბმიშენი თუ უშველიდა, მაგრამ ყველაფერი განმეორდა. ის ისევ იწვა ზურგზე და ემელიანენკო ისევ ანგრევდა მას ზემოდან. Upstage. It's going to be over. And he lost. Unbelievable. There's no question. Fedor pulls Nogueira up. There's no question. Fedor has taken the title. He has done it. He has. ფედორ ემელიანენკო გახდა პრაიდის ჩემპიონი. სწორედ მაშინ მას შეარქვეს უკანასკნელი იმპერატორი. პრაიდი UFC-სთან შედარებით ცოტა სხვანაირად იყო მოწყობილი. მაგალითად UFC-ში თუ მოიპოვებდი ქამარს, ყველა შენი მომდევნო ბრძოლა ითვლებოდა შენი ტიტულის დაცვად. პრაიდში თუ მოიპოვე ქამარი, ის შენ გრჩება და შენი მომდევნო ბრძოლები არის ჩვეულებრივი ბრძოლების სტატისტიკისთვის, ან რაღაცა ტურნირში იღებ მონაწილეობას. იქამდე, სანამ თვითონ პრაიდი არ შემოგთავაზებს ტიტულის დაცვას, რომელიმე მებრძოლთან. აი მაგალითად ხომ მოიპოვა ემელიანენკომ თავისი ტიტული. მომდევნო ბრძოლას ის ჩვეულებრივს ატარებს და სულ რომ წააგოს, მას ტიტულს ვერავინ ვერ წაართმევს იქამდე, სანამ ორგანიზაცია არ შესთავაზებს მას რაღაცა სატიტულო ბრძოლას. ასევე პრაიდში ტარდებოდა გრან-პრის ტურნირები თავისი ნახევარფინალებით, მეოთხე ფინალებით და ფინალებით. ასე რო არ ყოფილიყო, წარმოიდგინეთ ამის მერე ემელიანენკომ კიდევ 20 ბრძოლა ზედიზედ მოიგო. ანუ 20 ჯერ დაიცავდა ქამარს UFC-ს წესებით. წარმოიდგინეთ დღეს რა მონსტრზე გვაქვს საუბარი. პრაიდის ორგანიზაციის პლუსი ის იყო, რომ ფედორს შეეძლო პარალელურად სხვა პრომოუშენებში ბრძოლა ჩაეტარებინა. ამიტომ ტიტულის მოპოვებიდან ერთ თვეში მან მიიღო მონაწილეობა რინგსის ორგანიზაციაში ლიტვაში, სადაც 6 წუთში დააფინიშა ადგილობრივი ვარსკვლავი მტკივნეული ილეთით და ორ თვეში ისე ვიდგა პრაიდის რინგზე კაზუიუკი ფუჭიდას წინააღმდეგ. ფუჯიდა იყო წარსულში პრორესლერი, მას რკინის თავს ეძახდნენ. იაპონელს საგებმა მხოლოდ კროკოპთან ჰქონდა და კოლემანთან, როცა ისინი იყვნენ თავისი ძალების პიკში. ის ცნობილი იყო დიდი გამძლეობით და იმით, რომ მან ბრძოლა მოუგო დაუმარცხებელ მარკ კერს. ეს შერკინება ემელიანენკოს თავდასხმით დაიწყო. მან 1-2 ძალიან ძლიერი დარტყმა გაუტარა იაპონელ გიგანტს, მაგრამ გიგანტი მართლა გამძლე აღმოჩნდა. მეტიც, ფუჯიტამ ერთი ისეთი გაუჯინა რუსს, რომ ის შეირყა, თუმცა მალევე მოტვინა ჩახუტება და გადაურჩა ნოკაუტს. მეოთხე წუთზე კი ემელიანენკომ ორი უძლიერესი დარტყმით დააჩოქა გიგანტი. მოახდა ზურგიდან ყელზე და დააფინიშა ის. სხვათა შორის ამ ბრძოლაში მან მარჯვენა ხელის ტრავმა აიკიდა, რომელიც მას მთელი ცხოვრება გაყვება.
ემელიანენკოს მეოთხე ბრძოლა 2003 წელს იყო გარი გუდრიჯის წინააღმდეგ. გუდრიჯი ნამდვილი მონსტრი იყო, რომელსაც 2 წელი მარცხი არ უნახია. ის ძალიან ბრუტალურად აფინიშებდა მებრძოლებს. ამის მაგალითია მისი ბრძოლა პაულ ჰერას წინააღმდეგ, სადაც გუდრიჯი კიმონოში გავიდა და ზუსტად 13 წამში მოკლა თავისი მეტოქე. By Goodridge, and that is it. Goodridge went pounding to Herrera's head with those elbows. Boy, that was fast. ემელიანენკო თავის ჩვეულ მანერაში შეხვდა მეტოქეს. ის იყო საშინლად წყნარი და არ უყურებდა თავის მსხვერპლს თვალებში. რაუნდის დასაწყისშივე ფედორი ეცსა თავის ოპონენტს და დგომში გადაუარა მას. ამ ცემის მერე რამოდენიმე წამში გუდრიჯი ისე სწრაფად აღმოჩნდა ძირს, რომ გააზრებაც კი ვერ მოასწრო რა მოხდა. ემელიანენკომ თავის ჩვეულ მანერაში დამარხა თავისი მეტოქე და ყვავილებით ზედ დააყარა. Like Goodrich is okay. Maybe one punch got to him as Gary clinches now. He tries to bring him into the center, but a knee. This is where he is dangerous. Dangerous from here is the champion Fedor. And there's an example of it. Right hand, right hand, right hand, to the head, to the head. This is going to be over. This does not look like it's going to go long at this pace. And now he's doing the hammer fist down. Big Daddy in big trouble. Check. It looks like he is out. It looks like he is out. There it is. There it is. I told you, this is not going the distance. Submission with strikes. So ასეთი ეფექტური გამარჯვების მერე ემელიანენკოს სახე ისევ წყნარი იყო. თითქოს ის მოვიდა ოფისში, გააკეთა თავისი საქმე და სახში ეჩქარება 9 საათისთვის, რადგან არ უნდა გამოტოვოს ახალი ამბები სავეცკი ტელევიზორზე. ფედორი მსოფლიო ვარსკვლავი გახდა, მაგრამ არ დავივიწყოთ მისი ძმა. სანამ ფედორი შიშის ზარს სცემდა პრაიდში, თავისი ძმა მოღვაწეობდა სამბოში და სხვათა შორის ორჯერ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი და ერთხელ ევროპის ჩემპიონი გახდა და უკვე ძმის ბლატებით ფედორმა გააკეთა ისე რომ თავისი ძმა 2003 წელს აღმოჩნდა პრაიდში. ალექსანდრმა თავისი პირველი შეხვედრა პრაიდში ასუერიო სილვასთან ჩაატარა. ისიც თავის ძმასავით წყნარი იყო რინგზე. ერთი განსხვავება იმაში იყო, რომ უმცროს ძმას ქურდული ვარსკვლავები ეხატა მხრებზე. მომავალში ამ ვარსკვლავებს წააშლევინებენ მას. დიდი ალბათობით ვიღაცამ აუხსნა, რომ ამ ვარსკვლავების სტატუსი არ შეესაბამება მის მოღვაწეობას. ეს ორრაუნდიანი შეხვედრა იყო. უმცროს ემელიანენკომ პირველივე რაუნდში დომინაციით დაიწყო. ის თავის ოპონენტს აღემატებოდა დგომში. პარტერში კი იგრძნობოდა ვორონოვის სკოლა. ეს რაუნდი ალექსანდრმა თავისასარგებლოდ დაასრულა. თუ პირველი რაუნდი ალექსანდრის აშკარა დომინაციით დასრულდა, მეორე რაუნდში ყველაფერი შეიცვალა. ეს უკვე თანაბარ ბრძოლას გავდა. შეიძლება ითქვას სილვიას მცირე უპირატესობითაც. საბოლოო ჯამში უმცროს ემელიანენკომ თავისი სადებიუტო შერკინება მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით მოიგო და შეინარჩუნა თავისი გვარის დიდება. იმის მერე რაც ფედორმა ცემა გუდრიჯი, მან და თავის ძმამ დატოვა თავისი გუნდი. როგორც მაგ დროისათვის ძმები იხსენებენ, ისინი გამარჯვებებიდან კაპიკებს იღებდნენ. ფულის უმეტეს ნაწილს რაშენ ტოპ ტიმის ხელმძღვანელობა იყოფდა. აი რა სიძახის ამ კლუბის მენეჯერი ვლადიმერ პოგოდინი და რას პასუხობენ ძმები. Потому что для меня это было предательство. И когда он уходил, Федя, для меня это предательство. И, извини, я остаюсь в команде. Я считал действительно, что мы друзья. И мне все время говорили, что мы земляки, мы друзья. Но вопрос как раз именно стал в деньгах. Люди захотели ошкуривать, скажем так. Мы узнали, что они обманывают нас по деньгам, и приносил нам просто какую-то незначительную часть от подписанных мог приносить, а мог и не приносить, мы даже не знали об этом. ამასობაში ძმები იწყებენ მუშაობას Red Devil-ის გუნდთან, რომელსაც ხელმძღვანელობდა ვლადიმერ ფინკენშტეინი. ამ ადამიანის რუსეთში MMA-ის პოპულარიზაციაში ალბათ ყველაზე დიდი წვლილი აქვს შეტანილი. ამავდროულად 2003 წლის დეკემბერში ფედორმა გააფორმა ხელშეკრულება ცნობილ მენეჯერთან მირო მიატოვიჩთან, რომელიც მუშაობდა ცნობილ მებრძოლებთან, მათ შორის მირკო კროკოპთან. მიატოვიჩმა ფედორს ბრძოლა მოუწყო სხვა ორგანიზაციაში, რომელიც პრაიდის კონკურენტი იყო. ამ შეხვედრაში ემელიანენკომ ერთ წუთში დაასახიჩრა იაპონელი პრორესლერი იუჯი ნაგატი. როგორც წლების მერე მიატოვიჩი მოყვება, ამ ბრძოლას იაკუძას წევრები ესწრებოდნენ და სანამ ემელიანენკო იბრძოდა, მაფიამ გაიყვანა მენეჯერი კულისებში და ჩათხარა მას პირში იარაღი და აუხსნა, რომ დღეიდან ის აღარ იქნება არც ემელიანენკოს და არც კროკოპის მენეჯერი. ამ ყველაფრის მერე რუსული მაფიაც ჩაერია ამ თემაში და ემელიანენკოს ორი კრიშა ყავდა: რუსული მაფია და იაკუძა. ამ დღის მერე
მერე ფიოდორს ყველა მომდევნო ბრძოლაში $1 მილიონზე მეც უხდიდნენ. მაგ დროისათვის ეს ძალიან დიდი ფული იყო, მაგრამ ამას მეორე მხარეც ჰქონდა. აწი საათ და ვისთან იჩხუბებდა ემელიანენკო მაფია წვითავდა და სწორედ ამიტომ არ მოხდა იმპერატორი თავის დროზე UFC-ში. მოდით ამაზე მერე ვისაუბროთ, ეხლა კი დაუბრუნდეთ ბრძოლებს. 2004 წლის აპრილში იმპერატორი იღებს მონაწილეობას პრაიდის გრან-პრიში და ხვდება თავის ახალგაზრდობის კუმირს მარკ კოლემანს. სანამ კოლემანი პრაიდში მიიღებდა მონაწილეობას, ის იყო ჯერ უმაღლესი დონის თავისუფალი მოჭიდავე. რეგულარულად ასპარეზობდა მსოფლიოზე და ოლიმპიადაზე. შემდეგ კოლემანი UFC-ში გადავიდა და იქ სამჯერ გახდა ამ ორგანიზაციის ჩემპიონი. მარკი UFC-ის პირველი რეგულარული ჩემპიონია მძიმე წონაში, ის ცნობილი იყო თავისი გრანდ პაუნდით და არარეალური ძალით. ასევე კოლემანი იყო პირველი პრაიდის ჩემპიონი მძიმე წონაში. მაგ მომენტისათვის კოლემანი 9 გამარჯვებით იბრძოდა, ყველას ანადგურებდა თავის გზაზე. მას ერთადერთი წაგება ჰქონდა 4 წლის განმავლობაში მხოლოდ ანტონიო ნოგუერასთან. ამ შეხვედრის პირველივე წამებზე კოლემანი ეცა იმპერატორს და გადაიყვანა ის ძილს, სადაც ცდილობდა ფიოდორის დახრჩობას. ჩანდა, რომ რუსის ოპონენტი ძალიან მაგარ ჯანზე იყო, თუმცა იმპერატორი გამოძრა თავდასხმიდან და კონტრში დაიჭირა მეტოქე მახრჩობელაზე. მაგრამ კოლემანმა გაუძლო ამ უხაერობის წამებს, მეტიც მან შეძლო და მეორეჯერაც გადაიყვანა იმპერატორი მიწაზე და დაიწყო მისი დამუშავება. და ის სწორედ ამ დროს იმპერატორმა ოსტატურად გამოგლიჯა მას ხელი და გაუფორმა ულამაზესი მტკივნეული. His brother and Vladimir Goranov. He's got here's the armbar. And Coleman at the tap. And Fyodor Emelianenko submits Mark the Hammer Coleman with the armbar. He does know submissions. And he now, to console himself, Fyodor Emelianenko doing the right thing, coming over. And this is what makes this sport so great. ამავე 2004 წლის მაისში უმცროსი ემელიანენკო თავის მეორე შეხვედრას ატარებს პრაიდში, სადაც ხვდება მეთ ფოკის. რუს დათვმა გადაუარა თავის მსხვერპლს პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით და პირველივე რაუნდში დაახრჩო ის. But half Nelson could have led to a armbar submission. Instead, Emelianenko sees the opportunity and seizes it. ამავე წლის ზაფხულში იმპერატორი ხვდება მორიგამ სპორტის ლეგენდას კევინ რენდელმანს. ეს მონსტრი სანამ პრაიდში გადმოვიდოდა, აკანკალებდა UFC-ს. ის 4ჯერ გახდა UFC-ის ჩემპიონი და იყო ცნობილი თავისი სანახაობრივი ფინიშებით და გდებებით. მაგ დროისათვის რენდელმანმა პრაიდში 6 ბრძოლა ჩაატარა, საიდანაც 4 შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა, მაგრამ ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ მან თავისი ბოლო შერკინება კროკოპს მოუგო. ეს წარმოუდგენელი იყო, რადგან კროკოპი ითვლებოდა ამ სპორტის ღმერთად. მართალია მომავალში მირკვა ამ წაგებას მას ცხვირიდან ადენს, მაგრამ იმ მომენტისათვის ეს იყო წლის აბსესი. რახან რენდელმანზე დავიწყეთ საუბარი, მინდა ვთქვა, რომ ის ცოცხალი აღარ არის. კევინი 44 წლის ასაკში გარდაიცვალა პნევმონიისგან და UFC მის შეიყვანა დიდების დარბაზში. რენდელმანი რინგზე გამოვიდა ძალიან დატენილი. ჩანდა, რომ ის მხოლოდ გამარჯვებისთვის იყო მოსული. თან მას გვერდს უმშვენებდა მისი გუნდის წევრი და ძმაკაცი მარკ კოლემანი, ორი UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, რომლებიც ამ საღამოს აპირებდნენ უკანასკნელი იმპერატორის ტახტიდან მოცილებას. ემელიანენკო კი როგორც ნამდვილ იმპერატორს შეეფერება, ცივი და წყნარი სახით გამოვიდა ამ ომზე. ფიოდორი აუღელვებელი იყო. ის არასდროს გამოხატავდა თავის ემოციებს. ვინც შეიძლება მას ემოციები საერთოდ არც ჰქონდა და ის იყო კლარკ კენტი კრიპტონიტის პლანეტიდან. ეს ბრძოლა მართლაც რომ სუპერმენის და ხალკის შერკინებას გავდა. რენდელმანი პირველივე წამებზე ეცსა იმპერატორს და გადაიყვანა ის მიწაზე. ამის მერე მან აიყვანა ემელიანენკო ხელში და სუპლექსით ისეთი გდება შეასრულა, რომ ამ მომენტს სანამ ჩვენს პლანეტაზე MMA იარსებებს, არავის დაავიწყდა.
ასეთი გდების მერე წესით ჩვეულებრივი ადამიანი ადგილზე გარდაიცვლებოდა. ემელიანენკოს მართლა მარტო კრიპტანიტი თუ მოკლავს. მაგ საღამოს მან ყველას დაუმტკიცა, რომ ის ნამდვილად ამ სპორტის იმპერატორია. ფედორი არამც თუ გადაურჩა ამ ჯოჯოხეთს, არამედ გამოძვრა და დაიწყო რენდელმანის დაჩაქუჩება და ბოლოს გამოგლიჯა მას ხელი. What do you do? Maybe beer? No beer. No drink? Vodka? No vodka. No beer. I don't drink a vodka with you. I would drink with you. Yes, my pleasure. 2004 წლის 15 აგვისტო ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის ძმებისთვის, იმიტომ რომ ისინი ერთად გამოდიოდნენ პრაიდის რინგზე ერთდროულად. უფრო ზმას იმ საღამოს ნახევარფინალი და ფინალი ელოდა წინ. წარმოიდგინეთ, ორი ბრძოლა მძიმეწონოსნებთან, საუკეთესო მძიმეწონოსნებთან, აი რომელი UFC-ის მებრძოლი გაკაჩაოდა ამას. აი წარმოიდგინეთ, ჯონ ჯონსი ერთ საღამოს ხვდება ჯერ ტომ ასპინალს, უგებს მაგას და მერე გადადის ფრენსის განუსთან და მასთან გამართავს ბრძოლას. ხვდებით რა დონის მებრძოლი იყო ემელიანენკო. უმცროს ძმამ კი აწია პლანკა და იმავე საღამოს შეხვდა მირკო ფილიპოვიჩ კროკოპს. კროკოპი ისეთი სერიოზული მებრძოლია, რომ ეს გადაცემა ნამდვილად არ მეყოფა მაგაზე რო ვილაპარაკო. ერთხელ ალბათ დიდი ალბათობით გავაკეთებ მაზეც გადაცემას. მოკლედ კროკოპმა თავისი საფირმო მარცხენა ფეხით გათიშა ემელიანენკოს პატარა ძმა და გაიმარჯვა ამ შერკინებაში. აი მაშინ ნახეთ პირველად ფიოდორ ემელიანენკო გაბრაზებული. მოდით ნახოთ კადრები. Job of avoiding this is Krokop. Yeah, but there it is! The trademark left kick, and it's over! Just like that, Mirko Krokop defeats Emelianenko. Уходи, уходи. Блин, сука. Блять, ёбаный в рот, сука. Стоп! Игорь, блядь. თავისი ძმის წაგების მერე გამწარებული იმპერატორი გრან-პრის ნახევარფინალში ხვდება ნაუი ოგავას. ოგავა იყო მსოფლიო მრავალი გზის ჩემპიონი ძუდოში და ასევე იყო ოლიმპიური პრიზიორი. ოგავას სულ 3 ბრძოლა ჰქონდა ჩატარებული პრაიდში და 3-ვე მოგებული. მან ყველა შეხვედრა ფინიშით მოიგო და იყო დაუმარცხებელი. ეს შეხვედრა იმპერატორმა 54 წამში მოიგო. მან ჯერ გადაიყვანა ოლიმპიური პრიზიორი მიწაზე და იქვე დააფინიშა ის არმბარით, რითიც მოიპოვა გრან-პრის ფინალი, სადაც ის შეხვდებოდა ტიტულზე მეორეჯერ ანტონიო ნუგუერას. ამ მებრძოლების პირველი შეხვედრიდან 2 წელი გავიდა. ამ დროში ბრაზილიელმა 4 შეხვედრა ზედიზედ მოიგო. 3 ბრძოლა კი ფინიშით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ ნუგუერამ მირკო კროკოპს მოუგო არმბარით და იყო დარწმუნებული, რომ ამ გამარჯვების სერიას ემელიანენკო ვერ შეწყვიტავს. ამ შეხვედრაში ფიოდორი ისე უკეთესი იყო. ეს ბრძოლა არაფრით არ განსხვავდებოდა პირველისგან. ნუგუერა ისე ვიწვა ზურგზე, ემელიანენკო კი ზევიდან მუშაობდა და ანადგურებდა თავის მეტოქეს. თუმცა ერთ მომენტში მებრძოლები ერთმანეთს თავებით შეეჯახნენ და რუსი დაზიანდა. დიდი ალბათობით ამ დღეს იმპერატორი გრან-პრის მოიგებდა, მაგრამ შუბლზე მას იმდენად ღრმა ჭრილობა ჰქონდა, რომ ორგანიზაციამ ეს შეხვედრა გააჩერა და გააუქმა. სანამ იმპერატორი თავის ჭრილობას კურნალობდა, უმცროს ძმამ მორიგი შეხვედრა ჩაატარა, სადაც შეხვდა ჯეიმს ტომპსონს. ჯეიმსი ვიზუალურად მართლა ძალიან აგრესიულად გამოიყურებოდა. მას თვალებში ეწერა, რომ დღეს ის საპირებდა ემელიანენკოს ცოცხლად შეჭმას. უმცროსი ძმა კი უემოციოდ იყო. ალბათ მაგ დროს სანამ ბრიტანელი თვალებს ზაბავდა, ალექსანდრი ბალტიკა ცხრიანზე ფიქრობდა. ეს შეხვედრა ზუსტად 11 წამში დასრულდა. Concerned thus far. And here we go! And Thompson right away pulls into Emelianenko like a house on fire, and this is a slugfest. I told you! And Thompson is rocked by Emelianenko. And rocked big time! And it's over! And Thompson started off quickly, but Emelianenko, calm, cool, and collected, says, thanks, but you're knocked out. This was just down.
2004 წლის 31 დეკემბერს ნოგოერა და ემელიანენკო მესამეჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. კონზე გრან-პრის ტიტული იყო. ამ შეხვედრის პირველი რაუნდი წინა შეხვედრასთან შედარებით განსხვავებული იყო. ფიოდორი უფრო ცდილობდა ამჯერად დგომში ბრძოლას. ბრაზილიელი მას მთელი რაუნდი ძირს ეპატიჟებოდა პარტერში, მაგრამ იმპერატორის სტრატეგია იყო ბრაზილიელის განადგურება დგომში. მთელი პირველი რაუნდი ფიოდორი დომინირებდა და ამ ბრძოლის პირველი მონაკვეთი დიდი უპირატესობით თავის სასარგებლოდ დაასრულა. მეორე რაუნდი უფრო მრავალფეროვანი იყო. ბრძოლა მიმდინარეობდა როგორც დგომში, ასევე პარტერში და ყველგან ემელიანენკო უკეთესი იყო. მან ნოგეირა არ ამოასუნთქა. ეს იყო მუდმივი და დაუსრულებელი პრესინგი რუსი მებრძოლის მხრიდან. ბრაზილიელი რაუნდის ბოლოს გასისხლიანებული იყო და ეს მონაკვეთი ფიოდორმა თავის სასარგებლოდ დაასრულა. მესამე რაუნდშიც დიდად არაფერი შეიცვალა. იმპერატორი მოწოდების სიმაღლეზე იყო და აღემატებოდა თავის მეტოქეს ბრძოლის ყველა ასპექტში. ფიოდორ ემელიანენკომ სამივე რაუნდი მოიგო და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გახდა გრან-პრის გამარჯვებული. 2005 წლის 3 აპრილს ძმები ემელიანენკოები კვლავ ერთ დღეს გამოდიოდნენ პრაიდის რინგზე. ამჯერად ეს საღამო ორივე ძმამ ტრიუმფალურად დაასრულა. პირველი რინგზე ალექსანდრე ამოვიდა, მისი მეტოქე იყო რიკარდო მორაესი. უმცროს ძმამ თავისი მეტოქე, რასაც ქვია, ხელებით აკენწლა. ემელიანენკომ ეს ბრძოლა 15 წამში მოიგო. Minotauro team, an offshoot of the Brazilian top team, a team formed by Antonio Rodrigo Nogueira, and Moraes is already tagged with a shot from Emelianenko to get his attention right away. Hey, and what did Alexander do with us? Oh, here we go! With the left and right, it's over. Moraes is already on the ring, and it's over. And you remember, he told us he was dancing in the interview room, and he said he was doing the Muhammad Ali shuffle. He said, I'm light on my feet, I'm going to move around the ring, you watch me. And he did it. He stepped ამ დღეს იმპერატორს სუიოში კოსაკა შეხვდა. სწორედ ის მებრძოლი, რომელმაც მას 4 წლის წინ მოუგო შეხვედრა. მაშინ ექიმებმა არ მისცეს ემელიანენკოს ბრძოლის გაგრძელების უფლება. მის მერე იმპერატორმა 17 ბრძოლა მოიგო და მზად იყო შური ეძია იაპონელისთვის. მისია იყო კოსაკას უმოწყალოდ ცემა, რომ ყველა კითხვის ნიშანი ამ ბრძოლასთან დაკავშირებით მოხსნილიყო. ეს ორ-რაუნდიანი შერკინება იყო. პირველი რაუნდი იყო 10 წუთიანი, მეორე 5 წუთიანი. იმპერატორმა თავისი მსხვერპლი პირველივე წამებზე წააქცია და სახე გაუხია პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით. სისხლის გამო საჯმა გააჩერა ეს ბრძოლა. იაპონელმა ალბათ გაიხსენა თავისი პირველი შეხვედრა ფიოდორთან და დიდი იმედი ჰქონდა, რომ ჭრილობის გამო საჯი ამ ბრძოლას აღარ გააგრძელებდა, მაგრამ ექიმებმა ის უცებ მოაფერიანეს და ისევ შეუგდეს მსხვერპლი იმპერატორს შესაჭმელად. ეს იყო 10 წუთიანი ცემა. ემელიანენკომ გადაუარა იაპონელს. ამას უკვე შურისძიება არ ერქვა, ეს იყო სადიზმი. საჯი დროთა დრო აჩერებდა შეხვედრას, კოსაკას გუნდის წევრები სისხლისგან ასუფთავებდნენ მას და ისევ შეყავდათ უკან ჯოჯოხეთში. ვერ ხვდები დღემდე რატო გაწიდეს ესე საწყალი იაპონელი გუნდის წევრებმა. Continues just to rain down those blows. That means I can't read if something too. Because Oh, nice. next there, The Japanese got to a power shot. that guillotine. If that Okay, though, man, fighting with all he's worth, and you know Bushido is the way of the warrior, and DK. მოკლედ 10 წუთიანი ჯოჯოხეთის მერე იაპონელი ფიზიკურად ხელზე ვერ იდგა. ისედაც წვრილი თვალები ისე გაუსივდა, რომ ის ძლივს იხედებოდა და როგორც იქნა საჯმა გამოაცხადა ბრძოლის დასრულება. ეს იყო იმპერატორის 22 გამარჯვება სულ რაღაცა 5 წელწადში. 2005 წლის 28 აგვისტოს შედგა ლეგენდარული სატიტულო ბრძოლა ამ სპორტის ორ მონსტრს შორის. მირკო კროკობს მაგ დროისათვის 16 გამარჯვება ჰქონდა და 2 მარცხი. ის პრაიდში იყო ერთ-ერთი ყველაზე საშიში მებრძოლი. მირკოზე იძახდნენ, რომ მისი მარჯვენა ფეხი არის სავანტყოფო, მარცხენა კი პირდაპირ სასაფლაო. მირკოზე გამარჯვებით ემელიანენკო გახდებოდა ამ სპორტის ღმერთი. ეს ბრძოლა იმპერატორისთვის ორჯერ მნიშვნელოვანი მხოლოდ ტიტულის გამო მარტო კი არ იყო, არამედ მას ჰქონდა შესაძლებლობა შური ეძია თავისი ძმის გამო. თავიდან მებრძოლები ფრთხილობდნენ და სწავლობდნენ ერთმანეთს და აი რაუნდის მეორე ნახევრიდან ყველაფერი შეიცვალა. მირკომ მოახერხა რამოდენიმე დარტყმის გატარება როგორც ხელით, ასევე თავისი სასიკვდილო ფეხით. არც იმპერატორი იყო უსაქმურად, ისიც ცდილობდა კროკოპის დანოკაუტებას კონტრშეტევებით, თუმცა რაუნდის ბოლოსკენ ფიოდორმა გადაიყვანა ხორვატიელი მიწაზე და დაიწყო თავისი ტრადიციული დამუშავება. ეს უსასრულო რაუნდი ახლოს იყო თანაბარ ბრძოლასთან, მაგრამ ემელიანენკომ მაინც უკეთესი იყო და ასეთ ტემპში მებრძოლებმა მიიყვანეს ეს რაუნდი ბოლომდე.
მეორე რაუნდში ფიოდორმა დაიწყო ძალიან აქტიურად დგომში. ის თითქოს უკეთესი იყო, მაგრამ კროკოპიც არიჯდა უსაქმურად და რამოდენიმეჯერ შეძლო ემელიანენკოს დაჭერა. აქაც რაუნდის ბოლოს იმპერატორმა ის გადაიყვანა ძირს და დაიწყო მისი დაცხრილვა. ეს თანაბარი და სანახაობრივი შერკინება იყო. ჩანდა, რომ რინგზე იდგნენ მსოფლიოში ორი ყველაზე ძლიერი მებრძოლი, რომლებიც იმ მომენტში იყვნენ თავისი ფორმის პიკში. თუ წინა ორი რაუნდი თანაბარი იყო ემელიანენკოს მცირე უპირატესობით, მესამე უკვე იმპერატორის აშკარა დომინაციით იყო. მებრძოლებმა თითქმის მთელი რაუნდი მიწაზე გაატარეს. კი, რამოდენიმე წამი მებრძოლებმა დგომში ჩეხაობაც მოასწრეს, სადაც ეს რამოდენიმე წამი ფიოდორი იყო უკეთესი. მაგრამ დანარჩენი დრო სპორტსმენებმა მიწაზე გაატარეს და აქ უკვე ემელიანენკო თავის მეტოქეს შანსს აღარ უტოვებდა. საჯებმა სამივე რაუნდი ემელიანენკოს მისცეს და ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმპერატორმა თავისი ტიტული დაიცვა. Presenting. We see his wife managing to smile as well now that it's over. 2005 წლის 31 დეკემბერს იმპერატორი ხვდება ბრაზილიელ გველეშაპს ზულუზინიოს. ეს მონსტრი სიმაღლეში 2 მეტრი და 1 სანტიმეტრი იყო, იწონიდა კი 185 კილოგრამს. მოყვარულებში მან 4 ბრძოლა ზედიზედ ფინიშით მოიგო და პრაიდმა ხელიდან არ გაუშვა შანსი და გაუფორმა მას კონტრაქტი. პირველი ბრძოლა ემელიანენკომდე მან პრაიდში ნოკაუტით მოიგო. ზულუზინიო ფედორზე ორჯერ უფრო დიდი იყო. მიუხედავად თავისი გაბარიტების, ყველა ხვდებოდა რომ ემელიანენკო მას გაანადგურებდა, მაგრამ არავის ეგონა რომ ეს ასე მალე მოხდებოდა. To Fyodor Emelianenko. I gotta say, we're not taking it away from Fyodor. Oh my God! That's it! Oh no! Oh no! Square right on the chin, knocked him right down. Quick, that's one of the quickest left hands I think I've ever seen thrown by Fyodor. And Fyodor Emelianenko, an absolute machine. A barrage That's of it, that's hammer it. fists. Fyodor Emelianenko sends a very clear message to everyone. სხვათა შორის უმცროსი ემელიანენკოც ამ საღამოს იბრძოდა პრაიდში, სადაც შეხვდა პაվել ნასტულაც და პირველივე რაუნდში დააფინიშა ის საბმიშენით. He's tapped out. Just like we saw in the opening of the show. 2006 წლის მაისში უმცროსი ემელიანენკო ხდება ჯოშ ბარნეტს და საბმიშენით აგებს. მერე ამ ბრძოლის მერე ალექსანდრი იძახის რომ მეო ამ ბრძოლაზეო გავედიო სიცხიანეო, მაგრამ უკვე გაჟონა ინფორმაცია რომ ის არ ემზადებოდა სერიოზულად ამ ბრძოლისთვის და შიგადაშიგ სვავდა კიდევაც და ლოთავობდა კიდევაც და აი სწორედ მაშინ უკვე დაიწყო ალექსანდრე ემელიანენკოს გალოთების სტადია. Oh, tries to scramble, converts, got it blocked, he's got it locked in. It's too straight though. He's got to pull it back to his body. There it is again. Key lock, and there it is. America, he tapped. He tapped. I think Emelianenko suffered some kind of an injury, but it's over just like that. Josh Barnett submits Alexander Emelianenko. 2006 წლის სექტემბერში უმცროსი ძმა ხვდება სერგეი ხარიტონოვს. ერთ დროს ისინი გუნდელები იყვნენ. იმის მერე რაც ძმები წამოვიდნენ გუნდიდან, ხარიტონოვს ისინი ეზიზღებოდა და ერთი სული ჰქონდა ალექსანდრი გაეგლიჯა. მაგრამ მას ეს არ გამოუვიდა. უმცროს ძმამ თავისი ყოფილი გუნდელი პირველივე რაუნდში დააფინიშა. Challenges him and Emelianenko delivers. Oh my goodness, he challenged him twice and his knees went a little bit wobbly, he fell to the ground. He's in a bad spot right here. Hair Thompson in a really bad way right now. Because you can't see from this position, but the second when he waved Emelianenko in, Emelianenko hit him with another straight left. Doing nothing to defend these strikes, the left hands, the knees. How much more is the referee going to allow? ამ სპორტსმენებს ისე ეზიზღებოდათ ერთმანეთი, რომ წლების მერეც ერთმანეთს კმენდნენ და ცდილობდნენ რევანშის ჩატარებას. სანამ შენ მიმზადებ ბრძოლას და ღმერთმა იცის ვისთან განიხილავ ამ ყველაფერს, მე ალბათ იქამდე გავაჩენ. ბავშვის გაჩენას აპირებს. ხო ვიძახდი რომ გახრეტილია. ეთყობა ვიღაცამ გაუყარა. ამავე წლის ოქტომბერში იმპერატორი მეორეჯერ ხვდება მარკ კოლემანს. ამჯერად შეხვედრა ლას-ვეგასში ჩატარდა. პირველ რაუნდში ფიოდორმა რასაც ქვია დაანგრია თავისი მეტოქე. კოლემანმა ერთხელაც კი ვერ შეძლო დარტყმის განხორციელება. ეს იყო ტოტალური განადგურება. ამერიკელის სახე გასისხლიანებული და გასიებული იყო. არავის ეგონა რომ ის მეორე რაუნდში შეძლებდა ბრძოლის გაგრძელებას. Shouting, trolling. I don't know if it's intimidation. He hit him with a hook, uppercut hook combination of depth. But you can't let Fedor backpedal on either because he could throw
მეორე რაუნდში იმპერატორმა აღარ აწვალა შერეული ორთაბრძოლების ლეგენდა და როგორც პირველ შეხვედრაში იგივენაირად დააფინიშა ის საბმიშენით. ამ ბრძოლის ბოლოს ემოციური მომენტი იყო, როდესაც კოლემანმა თავის შვილებს მიმართა და ისინი ამოვიდნენ რინგზე. ბავშვების დანახვაზე ძლივს დავინახეთ სხვა იმპერატორი. აქ გამოჩნდა, რომ ისიც ადამიანია. კოლემანმა კი იხელთა დრო და ხუმრობით დაარტყა მას. ერთხელ მაინც ჩამეთვალოსო, რომ მეო ლეგენდას მოვარტყიო. ამასობაში ამავე წლის 12 ნოემბერს უმცროსი ძმა შეხვდა ფაბრისიო ვერდუმს. მაგ დროისათვის ბრაზილიელს პროფესიონალებში 10 ბრძოლა ჰქონდა ჩატარებული, საიდანაც ორი შეხვედრა მასხი დაასრულა. ერთი ბრძოლა მას სერგეი ხორიტონოვთან წააგო, სწორედ იმ ხორიტონოვთან, რომელთანაც წინა შეხვედრა უმცროს ძმამ ნოკაუტით მოიგო და მეორე კი მსაჯების გადაწყვეტილებით წააგო ანტონიო ნოგუერასთან. ვერდუმმა ემელიანენკოს ძმა პირველივე რაუნდში დააფინიშა მახრჩობელა ილეთით და ამით ალექსანდრმა დაასრულა თავისი კარიერა. A choke on Emelianenko now from what I can see. 2006 წელს უკვე UFC გეგმავდა პრაიდის ორგანიზაციის ყიდვას და უკანასკნელი იმპერატორის ბოლო ბრძოლა ამ ორგანიზაციაში 31 დეკემბერს შედგა მარკ ჰანტის წინააღმდეგ. ეს სატიტულო ბრძოლა იყო და ემელიანენკომ დაიცვა თავისი ტიტული პირველივე რაუნდში საბმიშენით. ამით მან დაასრულა თავისი კარიერა პრაიდში დაუმარცხებლად და ჩაწერა თავისი სახელი MMA-ის ისტორიაში ოქროს ასოებით. He's trying to get it. Now he's getting close. It's over. Vader hangs on to the heavyweight title bout. Mark Hunt taps out at 8:16 of round 1. ამასობაში UFC მიყიდა პრაიდის პრომოუშენი და დაიწყო აქტიურად მოლაპარაკებები ემელიანენკოსთან. თუმცა მხარეები ვერაფრით ვერ თანხმდებოდნენ. ხან ერთ მხარეს არ მოწონდა პირობები, ხან მეორეს. ფეოდორი კი მაგ დროისათვის თავისი ფორმის პიკში იყო და ასე ბრძოლის გარეშე მისი გაჩერება არ შეიძლებოდა და ამიტომ ის იღებს გადაწყვეტილებას იბრძოლოს სამშობლოში, კერძოდ სანქტ-პეტერბურგში მეტ ლინდლენდის წინააღმდეგ. ნუ როგორ ფიქრობთ, იმპერატორი ამ შერკინებას თავის სამშობლოში წააგებდა? რა თქმა უნდა არა. მან პირველივე რაუნდში დააფინიშა თავისი მეტოქე ეფექტური არმბარით. 2017 წლის 31 დეკემბერს სანამ ემელიანენკოს მენეჯერები ყალიბდებოდნენ სად იბრძოლებდა იმპერატორი მომავალში, მან მიიღო გამოწვევა ჰონგ მანგ ჩოისგან. სამხრეთ კორეელი სიმაღლეში იყო 2 მეტრი და იწონიდა 155 კილოგრამს. ქერათმიან მოსტმა ვერ გაუქაჩა ემელიანენკოს 2 წუთზე მეტი. იმპერატორმა მას პირველივე წუთზე ხელზე არმბარი გაუჭიმა. Couldn't do anything with him. He couldn't sweep him over. It was just too big. It was difficult to see Jean-Claude Van Damme and Fedor hugging in the corner there. ემელიანენკოსთან დანა ვაიტმა კიდევ დაიწყო მოლაპარაკება UFC-ში გადმოსვლაზე, მაგრამ რუსის მენეჯერმა უარით გაისტუმრა ის და უთხრა, რომ თუ მათ ყავთ ვინმე კანდიდატურა, კი ბატონო, შეხვედრას ჩაატარებენ. ოღონდ ტურნირი უნდა იყოს ორგანიზებული ორი პრომოუშენით, Emerald Global-ით და UFC-ით, რაზეც დანა ვაიტმა უარი განაცხადა. ფეოდორი არ ჩერდება და ხელს აწევს ორ ბრძოლაზე აფლექშენის ორგანიზაციასთან. ეს კარგი პრომოუშენი იყო, კარგი ჰონორარებით. ამ ორგანიზაციას მფარველობდა დონალდ ტრამპი. ამიტომ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რამდენი გადაუხადეს ფეოდორს, რომ ის იქ შეხვედროდა ტიმ სილვას. ბრაზილიელმა UFC-ში 3 წლის განმავლობაში 5-ჯერ მოიპოვა ტიტული. მის ანგარიშზე იყო გამარჯვებები ჯეფ მონსონზე და ანდრეი ორლოვსკიზე. ბრძოლის წინ UFC-ის ჩემპიონი იკმინებოდა ინტერვიუებში და იძახდა, რომ ის იქნება პირველი, ვინც წაუშლის ემელიანენკოს სახეს. და აი ბრიუს ბაფერის ძმამ გამოაცხადა უკანასკნელი იმპერატორი და ბრძოლა დაიწყო. Let's get ready.
ამ შეხვედრას აღარ დავაკომენტარებ, დაგიტოვებთ კადრებს და დატკბით ამ ხანმოკლე ბრძოლით. Heavyweight belt, Big John. Oh, nice. Shot Lesnar. Something goes down. This is what Vader does best. Vader immediately hooking in the hooks, going for a rear naked choke. Can it be over this fast? It's the same position Randy Couture had Tim Sylvia, but he's got that attack. He tapped out. He tapped out. 36 seconds. That is one. Vader, Emelianenko. You want to know why? He is the greatest fighter on the planet today. 2009 წლის 24 იანვარს იმპერატორის შემდეგი მეტოქი აფლიქშენის ორგანიზაციაში იყო ბელორუსიელი ანდრეი ორლოვსკი. ორლოვსკი სერიოზული მებრძოლი იყო, რომელიც UFC-ში იბრძოდა და ამ პრომოუშენში ყოფილი ჩემპიონიც იყო, რომელმაც ორჯერ დაიცვა თავისი ქამარი. მაგ მომენტისათვის ბელორუსიელი ძალიან მაგარ ფორმაში იყო და მოდიოდა 5 გამარჯვებით ზედიზედ. მას 7 წლის განმავლობაში მხოლოდ 2 მარცხი ჰქონდა და ისიც ორივე UFC-ს ქამრის დაცვის დროს. ბოლო 5 მეტოქე კი ორლოვსკიმ დაშალა მარტივ მომრავლებლად და რაც თავარია ის თავის შეხვედრების უმრავლესობას ნოკაუტებით იგებდა. ამ ორი ლეგენდის შეხვედრა პირველივე რაუნდში დასრულდა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თავიდან ორლოვსკი უკეთესი იყო დგომში და მაგრათაც შეუტია ფეოდორს. მაგრამ ამ შეხვედრის ბედი იმპერატორის მარჯვენა ხუკმა წამის მიასეთში გადაწყვიტა. ამ შეხვედრის მერე ემელიანენკო ოჯახთან ერთად კარიბის ზღვის კუნძულ კიურასაოში ჩადის დასასვენებლად და აი ზუსტად მაგ დროს მან საკუთარი თვითმფრინავით ჩადიან მოლაპარაკებებზე დანა ვაითი და ძმები ფერტიდოები. სამწუხაროდ ემელიანენკო მანდ ვერაფერს წვიტავდა. დანა ვაითმა მას ეგრევე სატიტულო ბრძოლა შესთავაზა იმ დროინდელ UFC-ს მძიმე წონოსანთან ბროკ ლესნართან და როგორც ამბობენ, UFC-ს ბოსებმა რუს 6 ბრძოლაში $30 მილიონი შესთავაზეს განურჩევლად მისი მოგების თუ წაგების. ფედორს მოეწონა ეს შეთავაზება, აუხსნა რომ ის აქ არაფერს არ წვიტავს და იქვე ვიდეო ზარით დააკავშირა UFC-ს ბოსები სერგეი მატვიენკოსთან. სწორედ ეს მაფიოზი კურირებდა ემელიანენკოს ბედს. სერგეი კი არის ვალენტინა მატვიენკოს შვილი. დედამისი სანქტ-პეტერბურგის ყოფილი მერი იყო. მერე გახდა პოლიტიკოსი, იგი რუსეთის ფედერალური კრების საბჭოს თავმჯდომარეა. ანუ პუტინის მერე ის მესამე პირად ითვლება რუსეთის ფედერაციაში. სწორედ ამ მილიარდერ мафиозис უნდოდა ემელიანენკოს მეშვეობით დაეთრია ან ეყიდა UFC. И пожелать в первую очередь победы. И неважно, где эта победа. На ринге или в компьютере киберспорта. კამერაში დამალაპარაკეს ვიღაცა პოლიტიკოსის შვილი. ის ისეთი იჯდა კოსტუმზე ზედ რაღაცა სირობები ეყარა. ჩვენ მას საქმეზე ველაპარაკებით, ის კი დაგწინის. მოკლედ ესე გაუფუჭა კარიერა ვიღაცა ოლიგარქმა ფედორ ემელიანენკოს. ამასობაში კიდე რამოდენიმე წელწადში ვალენტინა მატვიენკოს აკავებენ ფაქტით, მას თვითმფრინავით რაღაცა დიპლომატიური გზავნილი ჰქონდა, სადაც იდო 360 კილოგრამი კოკაინი. როგორც წერენ ჟურნალისტები, ეს თავისი შვილისთვის იყო განკუთვნილი. მოკლედ ეს საქმე რა თქმა უნდა ჩაიფარცხა, უცებ გაქრა და ძალიან დიდი იმედი მაქვს ვალენტინა ამ ვიდეოს არ უყურებს, თორემ მომიწევს ტოლვილად ჩაბარება დანა ვაითთან. ერთი სიტყვით მხარეები ვერ შეთანხმდნენ და ემელიანენკომ გააფორმა კონტრაქტი Strike Force-თან, სადაც 2009 წლის 7 ნოემბერს შეხვდა ამ მომავალ ვარსკვლავს ბრედ როჯერსს. ამერიკელი მაგ დროს იყო დაუმარცხებელი. მან 4 წელწადში პროფესიონალებში 10 ბრძოლა ზედიზედ ფინიშით მოიგო. თავისი მძიმე ხელებით 10 ადამიანი დაასახიჩრა და ნოკაუტში გაუშვა. ის მაგ დროისათვის ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მებრძოლად, რომელიც ყველას აბსოლუტურად ანოკაუტებს. პირველივე რაუნდში ემელიანენკომ გადაიყვანა როჯერსი ძირს, თუმცა ამერიკელმა მოასწრო ერთი დარტყმა და გაუხია რუს ცხვირი, საიდანაც სისხლი წამოვიდა. ფედორმა მაინც მოახერხა ამ ყველაფრის მერე კიდევ გამოძრომა და ერთი თავდასხმის განხორციელება და კიდევ ერთხელ გადაიყვანა როჯერსი მიწაზე. ასეთი მძიმე რაუნდის მერე იმპერატორი დაუბრუნდა თავის ჩვეულ კალაპოტს და გადაუარა დაუმარცხებელ როჯერსს ზუსტად 2 წუთში.
ეს იყო 32 გამარჯვება. 10 წლის განმავლობაში იმპერატორმა 32 მეთოკი გაანადგურა თავის გზაზე და რომ არა მსაჯები, რომლებაც ჭრილობის გამო წაგება ჩაუთვალეს ემელიანენკოს, ეს იქნებოდა 33 გამარჯვება. ფიოდორ ემელიანენკო გახდა ამ სპორტის ლეგენდა. მას ეს წოდება ეკუთვნოდა და მან ეს წოდება დაიმსახურა. და 2010 წელს იწყება იმპერატორის დაცემა. მაგ მომენტისათვის ემელიანენკო იყო საუკეთესო მძიმე წონაში, ამდენი ზედიზედ გამარჯვება და თან საუკეთესოების წინააღმდეგ, აი ნამდვილად არავის არ გაუკეთებია და ნუ პრინციპში ამ სპორტში როცა დიდხანს ხარ, ადრე თუ გვიან აუცილებლად მარცხდები. წლების მერე ინტერვიუში ფიოდორი ამხელს თავის წარუმატებლობის მიზეზს და იძახის, რომ მაგ პერიოდში ოჯახში პრობლემები ჰქონდა, ის დაშორდა თავის პირველ ცოლს, რომელთანაც ერთი გოგო ყავდა, მოიყვანა მეორე ქალი ცოლად, იმასთანაც ერთი ბავშვი გაუჩნდა და იქ მთელი დაძაბულობა იყო და პლუს ამას ზემოდან ფონათედო ამ მატვიენკოსთან აი ეს კრიშაობა და წარმოიდგინეთ რამხელა წნეხი არის, როცა შენს მაგივრად ვიღაცა ყველაფერს წვიტავს აბსოლუტურად და შენ კიდევ ფაქტიურად არაფერი არ შეგიძლია გააკეთო სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ემელიანენკოს უმცროს ძმამ კი გააგრძელა თავისი კარიერა MMA-ში, ის გამოდიოდა ნაკლებად პოპულარულ პრომოუშენებში, ნუ ხან იგებდა, ხან აგებდა, აღარ გავაგრძელებ მაგაზე საუბარს, იმიტომ რომ მომავალში ის ისეთ რაღაცას ჩაიდენს, რომ აი ეს იყო ნამდვილი შოკი. მოდი მივყვეთ ყველაფერს ქრონოლოგიურად და დაუბრუნდეთ იმპერატორის დაცემას. პირველი ვისთანაც წააგო ემელიანენკომ ეს იყო ფაბრისიო ვერდუმი. თითქოს იმპერატორმა ჩვეულ რეჟიმში დაიწყო მეტოქის განადგურება, მაგრამ ბრაზილიელმა მოულოდნელად დაიჭირა ფეოდორის სამკუთხედზე და აქ დასრულდა რუსის ისტორიული სერია. შემდეგი ვისთანაც ემელიანენკომ წააგო იყო ანტონიო სილვა. ამ დროსაც ფიოდორის ცხოვრებაში მძიმე პერიოდი იყო. ამჯერად მისი ორსული მეუღლე გახდა შეუძლო და ექიმები იძახდნენ, რომ საქმე ისე ცუდად არისო, რომ ან დედა გადარჩებაო, ან შვილი. ამ ყველაფერს ემელიანენკო წლების მერე მოყვება ინტერვიუში, თორე იმ მომენტში ის თავს არ იმართლებდა და იძახდა, ვინც არ ეცემა, ის არ დგებაო. ამავე წლის ზაფხულში იმპერატორი მესამეჯერ მარცხდება დენ ჰენდერსონის წინააღმდეგ. ამ მარცხის მერე ყველა აღიარებდა ემელიანენკოს ამ სპორტის ლეგენდად, მაგრამ ასევე ყველა იძახდა, რომ ამით ემელიანენკოს კარიერა დასასრულს მიუახლოვდა. What 2011 წლის ნოემბერში ემელიანენკო ჯეფ მონსონს ხვდება. მაგ დროისათვის მან დაასრულა კონტრაქტი Strikeforce-ში და ეს ორგანიზაცია UFC მიყიდა. რა თქმა უნდა, ემელიანენკოს უნდოდა შური ეძია ყველასათვის, ვისთანაც მან წააგო, მაგრამ ხალხი ვინც მის უკან იდგა, მას ამის საშუალებას არ აძლევდა. პრინციპში ამ სამი მარცხის მერე არც დანა ვაითი არ იყო ამ საკითხით დაინტერესებული. ემელიანენკომ ამ შეხვედრაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო. ამავე წლის 31 დეკემბერს ფეოდორი შეხვდა ოლიმპიურ ჩემპიონს ძიუდოში, სატოში იშის და გაუშვა ის პირველივე რაუნდში ღრმა ძილში. 2012 წლის ზაფხულში ემელიანენკო კიდევ ერთ შეხვედრას ატარებს ემერტ გლობალის ორგანიზაციაში, სადაც შეხვდა პედრო რიზოს და ეს მებრძოლიც პირველივე რაუნდში მოკლა. ამასობაში უმცროსი ძმა დააკავეს. ის თვითმფრინავის რეისზე მოსკოვი ბარნაული მთვრალი იყო. მთელი ფრენის განმავლობაში სალონში სვავდა და ეწეოდა, ვინც ახლოს მიდიოდა სახეს აძრობდა. ის დააკავეს, მაგრამ მალევე გაანთავისუფლეს. როგორც იძახიან, ფეოდორმა დაიწყო მატვიენკოს შეწუხება. 2012 წელს ემელიანენკო ამ სამი გამარჯვების მერე ასრულებს თავის ლეგენდარულ კარიერას და ამავე წელს ის ინიშნება რუსეთის MMA-ის კავშირის პრეზიდენტად. ცოტას დაგასპოილერებთ და გეტყვით წინასწარ, რომ ის 3 წლიანი პაუზის შემდეგ
შემდეგ 2015 წელს დაუბრუნდება ბრძოლებს, მაგრამ იქამდე მას თავისი ძმა გაუშრობს სისხლს. ალექსანდრი თავისი ძმის თანამდებობაზე დანიშვნიდან რამოდენიმე თვეში კიდევ ჩაიდენს ანალოგიურ ხულიგნობას თვითმფრინავში. ამჯერად მას დააკავებენ, თუმცა სასამართლო მას 800 რუბლით დააჯარიმებს და გაუშვებს თავისუფლებაზე. 2013 წელს ალექსანდრი უკვე სტაჟიანი ლოთი იყო, მაგრამ მაინც აგრძელებდა ბრძოლას სხვადასხვა შოუებზე. მაგალითად, ამ წელს მან პირველივე რაუნდში ნოკაუტით მოუგო შეხვედრა ბობ საპს. ამ ბრძოლის მერე ხდება საშინელება. ემელიანენკოს ცემს და აუპატიურებს 23 წლის სტუდენტ გოგონას. Бил по коленкам. Бил по коленкам вот так вот. Ну, вот так делал еще просто нога вылетела. И сделал еще сильный удар с кулака в живот. ფედორმა აღარ იცოდა რა ექნა. თავისი ძმა გახდა ლოთი, ნარკომანი და მოძალადე. თუმცა მან ვერ მოითმინა და კიდევ ერთხელ შეაწუხა თავისი პოლიტიკური კრიშა და ეს საქმე ჩაფარცხეს. ემელიანენკო უმცროსმა თითქოს და დაუმტკიცა სასამართლოს, რომ ეს გოგო იყო მეძავი და ცდილობდა მისთვის ფულის ახევას და ის გამოუშვეს. უკვე სტაჟიანი ლოთი და ნარკომანი კიდევ გადის ბრძოლაზე და რა თქმა უნდა აგებს. ამ წაგების მერე ის მთვრალი ხანს სად ეხვეოდა შარში და ხანს სად. ბოლოს ამავე წელს ის ისე ცუდად იყო, რომ ლოგინიდან ვერ დგებოდა. 32 წლის ახალგაზრდა კაცი მოხუცგავდა. ალექსანდრს უშველეს იმ მომენტში. ის წაიყვანეს მონასტერში რეაბილიტაციისთვის. თვეების განმავლობაში უმცროსი ემელიანენკო იქ ცხოვრობდა, ვარჯიშობდა და ფიზიკურად მუშაობდა. თითქოს ბერებმა ის მოაბრუნეს, მაგრამ ასეთი ადამიანის შეცვლა ძალიან ძნელია. 2014 წელს ალექსანდრმა ჩაიდინა ისეთი რამ, რომ უფროს ძმამ საერთოდ ჩაიქნია მასზე ხელი. მან თავის სახში ჯერ ცემა და მერე გააუპატიურა დამლაგებელი. ამ ყველაფრის მერე უმცროს ემელიანენკომ დაზარალებულს აიძულა ნარკოტიკების მიღება. ქალმა რა თქმა უნდა იჩივლა და მოძალადე დაიბარეს დაკითხვაზე, სადაც ის არ მივიდა და პოლიცია მის გამოაცხადა ძებნაში. მოძალადე რამოდენიმე დღეში დააკავეს მაშინ, როდესაც ალექსანდრი მთვრალი მანქანით შეაწკდა ბოთს. ამჯერად ფედორი ამ საქმეში აღარ ჩაერია და სასამართლომ ალექსანდრს 2 წელწად ნახევარი მიუსაჯა. პრინციპში სასამართლომ ბევრად მეტი მიუსაჯა მას, მაგრამ თუ რატო გამოვიდა ის ასე მალე, ცოტა მოგვიანებით მოგიყვებით. ფედორ ემელიანენკოს თავისი ძმის დაჭერით მოეხსნა ძალიან დიდი ტვირთი და ის 3 წლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება დიდ სპორტს და რაიზენის პრომოუშენში ხვდება კიკბოქსერ ჯაიდი სინგს. იმპერატორმა 3 წუთში გაანადგურა თავისი მეტოქე. ნახევარ წელწადში ემელიანენკო ხვდება UFC-ს ყოფილ მებრძოლს ფაბიო მალდონადოს. ეს ძალიან თანაბარი შერკინება იყო, სადაც ორივე მებრძოლმა ბევრი კაი მომენტი შექმნეს და საბოლოო ჯამში მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით ფედორი ამ შერკინებას იგებს. 2016 წლის ბოლოს ჩეჩნეთში რამზან კადიროვი ატარებს ტურნირს MMA-ში. ამ ტურნირში მან აჩხუბა ბავშვები ეკიპირების გარეშე 6-დან 12 წლამდე. როგორც იძახიან, მან აჩხუბა თავისი შვილები, თან აჩხუბა ისინი ბევრად უმცროსებთან და რა თქმა უნდა კადიროვის ყველა შვილმა მოიგო ყველა შერკინება. ისე ცნობისთვის რამზანს ოფიციალურად 12 შვილი ყავს. ამ ფაქტს, როგორც რუსეთის შერეული ორთა ბრძოლების პრეზიდენტი ფედორ ემელიანენკო გამოეხმაურა და გააკრიტიკა. მან თქვა, რომ 12 წლამდე ბავშვებისთვის საერთოდ არ შეიძლება ბრძოლების ჩატარება და 18 წლამდე ეკიპირების გარეშე ასპარეზობა ყოვლად დაუშვებელია. ამ განცხადების მერე ემელიანენკოს უამრავი მუქარა მოსდიოდა ინტერნეტში და ტელეფონზე. კადიროვის დეიდაშვილმა ადამ დელიმხანოვმა, რომელიც არის რუსეთის დუმის დეპუტატი და ასევე არის უსაფრთხოების და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, განაცხადა ოფიციალურად, რომ ფედორი ბავშვობაში იყო ვიღაცამ შიშარა. ის არასოდეს მეგობრობდა კაცებთან. მას არ აქვს უფლება მომავალ თაობას ასწავლოს როგორი უნდა იყოსო მებრძოლიო. დელიმხანოვმა თქვა, რომ ის ყველა სიტყვაზე აგებს პასუხს ძალიან მალე და გაახსენა ბოლო წაგებული ბრძოლები. ასევე ახსენა უმცროსი ძმა, რომელიც იჯდა გაუპატიურებაზე და ბოლოს მალდონადოსთან ბრძოლა გაიხსენა და თქვა, რომ საჯებმა ეს გამარჯვება მას აჩუქეს. ამ ყველაფრის მერე ემელიანენკოს შვილზე ვიღაცამ განახორციელა თავდასხმა, ბავშვზე, გოგოზე. ეს ეგრევე დაიწყო გამოძიება, მაგრამ რაღაცა მიზეზების გამო ეს გამოძიება გაჩერდა. ეხლა თქვენ თვითონი ვარაუდეთ აქ რა მოხდა და ვისი დაგეგმილი იყო ეს თავდასხმა. რა თქმა უნდა, ემელიანენკო ისეთი ადამიანი არის, რომ ამას არავის არ აპატიებდა, მით უმეტეს მას ყავდა აგრეთ წოდებული კრიშა, როგორც პარლამენტში, ასევე რუსულ მაფიაში. ეს წესით უნდა ყოფილიყო ომი. აი კლანებს შორის დაპირისპირება, დასისხლიანება და დაცხრილვა, მაგრამ
ერთ მომენტში ეს ყველაფერი ჩაწყნარდა. ამ დაპირისპირებული მხარეების დაწყნარება რუსეთში მხოლოდ ერთ ადამიანს შეეძლო და მის სახელ და გვარს არ დავასახელებ, ალბათ ყველა მიხვდებით თუ ვინ ჩაერია ამ თემაში. მაგრამ თქვენ გონიათ ამაზე ყველაფერი დამთავრდა? არა. ციხიდან გამოდის თავისი ძმა, რომელიც სიჯდა გაუპატიურებაზე და მან უნდა მჯდარიყო კიდევ ძალიან დიდი ხანი. გამოსვლისთანავე ალექსანდრე გამოდის თუ არა ეგრევე ჩადის რამზან კადიროვთან და უერთდება მის საბრძოლო გუნდს ახმაც. ნუ აქაც მიხვდებოდით თუ ვინ შეძლო ალექსანდრე ემელიანენკოს ციხიდან გამოყვანა. კადიროვმა ეგრევე აჩუქა მას ოქროსფერი მერსედესი და დააწყებინა ვარჯიში. მერე ინტერვიუში როცა ეკითხებოდნენ კადიროვს შენ ეს სპეციალურად გააკეთეო რომ გააბრაზო ფიოდორიო, მან უთხრა არა როგორ გეკადრებათო მეო ვიცი ალექსანდრეო კაი ბიჭი არისო და მეო მასო ვეხმარებიო რომ სწორ გზაზე დავაყენო. ფიოდორი კიდევ არასდროს არ ლაპარაკობდა თავის ძმაზე და აი როცა ტვინს უბურღავდნენ ხოლმე ჟურნალისტები და ეკითხებოდნენ, მან ერთხელ განაცხადა პირდაპირ რომ ჩემი ძმა არისო ნამდვილი იუდაო და ერთადერთიო რაც შეიძლება მან გააკეთოსო წავიდესო ეკლესიაში ილოცოსო და ბოდიში მოუხადოსო სულ ყველასო ვისაც მან აწყენინაო. ასეთი დაძაბული პრობლემების ფონზე უკანასკნელი იმპერატორი აფორმებს კონტრაქტს ბელატორის ორგანიზაციასთან, სადაც ხვდება მეტრიონეს და პირველივე რაუნდში აგებს ამ შეხვედრას ნოკაუტით. 2018 წელს ფიოდორი ხვდება ფრენკ მირს და 48 წამში იგებს ამ შეხვედრას ნოკაუტით. ამავე 2018-ში ემელიანენკო ხვდება უმაგრეს მებრძოლს ჩელ სონეს და პირველივე რაუნდის ბოლოს იგებს ამ შერკინებას ნოკაუტით. He's got to move when Dan tells him to move. 2019 წელს იმპერატორი ბელატორის ორგანიზაციაში ხვდება სატიტულო ბრძოლით ამ ორგანიზაციის ჩემპიონს რაიან ბეიდერს და სამწუხაროდ 33 წამში აგებს ნოკაუტით. ამავე წელს ემელიანენკო ხვდება უკვე დაბერებულ კვინტონ ჯექსონს და იგებს ამ შეხვედრას პირველივე რაუნდში. 2021 წლის ოქტომბერში ემელიანენკოს წინააღმდეგ გამოდის ტიმ ჯონსონი, სადაც ფიოდორი იგებს ამ ბრძოლას პირველივე რაუნდში ნოკაუტით. 2023 წლის თებერვალს შედგა 46 წლის ასაკში უკანასკნელი იმპერატორის ბოლო ბრძოლა. ეს შეხვედრა იყო ბელატორის ტიტულზე, სადაც ის შეხვდა სარევანშო ბრძოლით რაიან ბეიდერს. სამწუხაროდ ლეგენდამ ეს შერკინება ვერ მოიგო, მაგრამ მან თავისი სახელი ოქროს ასოებით ჩაწერა შერეული ორთაბრძოლების ისტორიაში. ის ყველა MMA-ის გულშემატკივარს ემახსოვრება როგორც თავმდაბალი წესიერი კაცი, რომელმაც თავის დროზე აბსოლუტურად ყველა საუკეთესო მებრძოლი დაამარცხა. ნამდვილად დაიმსახურა უკანასკნელი იმპერატორის სახელის ტარება და ჩვენ ყველას ის გვემახსოვრება როგორც ლეგენდა. Я закончил. Спасибо всем. Everyone get on your feet for the last fight of the last emperor. ეხლა კი თქვენ ყველაფერი იცით ფიოდორ ემელიანენკოზე. დიდი იმედი მაქვს რომ ეს ვიდეო მოგეწონათ და თქვენი აზრი მაინტერესებს, დაწერეთ კომენტარებში, თვლით თუ არა რომ ფიოდორ ემელიანენკო არის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი. მე ამით გემშვიდობებით არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება და комментарები. Момовал შეხვედრამდე. Я, короче, да, забрал его, этого самого Емельяненко, да. Александра, да, так что да, он сейчас у меня, да, я ему покажу, да, как себя вести в ринге, да. Так что, да, Смотри. В телефоне это все, да, знаете, говорит легко. А на самом деле... Я покажу, да, когда мы выйдем с тобой. Так по мне попасть еще. Давайте, блин.